ალექსი პირველი კომნენოსი წერს რომის პაპს, რომ გვიშველეთ ხალხო. წაგვლეკეს, ვეღარ ვაჩერებთ. და ხდება დიდი რამ, იწყება ჯვაროსნული მოძრაობა, ამის ავტორი არის პაპი ურბანუს მეორე, დიდი პაპი იყო. პაპმა ესეც მომეტებული, მოჭარბებული სამხედრო ძალას მიცა იდეა ვიხსნათ უფლის საფლავი. პირობა რა არის, თუ ამას იზამთ, თუ ჯვაროსანი გახდებით, თუ ჯვარს მიიღებთ, წახვალთ წმინდა მიწაზე, ყველა ცოდვა მიგეტევებათ. ინდულგენცია ქვია მერე ამას. უგვიანებთ. დაიძრა დიდი მასა. აიღეს იერუსალიმი, აიღეს, სამდე აიღებდნენ, არის ასეთი გადმოცემა, რომ ბრძოლის წინ სამდე იერიშზე წავიდოდნენ ჯვაროსნები, ფეხზე გაიხადეს. ფეხშველებმა აიღეს იერუსალიმი. ეს იყო უდიდ ექსტაზში იყვნენ, რელიგიურ ექსტაზში. ამდენი გამო 4 წელი მოდიოდნენ. 3 წელზე მეტი მოდიოდნენ. გზაში დაიხოცნენ და აიღეს იერუსალიმი და მოაწყვეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა. მუსლიმური მოსახლეობა ამოწყვიტეს. და არის ძველი შუა საუკუნეების ევროპული გრავიურები არის, სადაც იერუსალიმის აღება არის დახატული და ცეცხლში გახვეული ქალაქი და ყველა ასეთ გრავიურას ახლავს წითელი დინარე, ანუ სისხლის დინარები დააყენეს, არ დაინდეს არავინ მაშინ. ასე რომ ეს სისასტიკე დაფიქსირდა. ახლა დღესაც მიდის კამათი ვინ დაიწყო სისასტიკეები. ახლა ქრისტიანები ამბობენ რომ ფატიმიდებმა დაიწყეს. სელჯუკებმა დაიწყეს. არის მუსლიმები ამბობენ რომ აი იერუსალიმი რო აიღეს ასეთი სისხლისღვრა და ამის მერე ეს უკვე ორი შეურიგებელი ცივილიზაცია. ეს ფაქტიურად იქცა უკვე ცივილიზაციურ დაპირისპირებად. აღმოსავლეთ და დასავლეთ ჯვაროსნების ეპოქა.